მოგესალმებით, ტელეკომპანია ბორჯომის პირდაპირ ეთერშია დღის ქრონიკა. ახალ ამბებს მე ეკანოზაძე გაგაცნობთ დღევანდელ გამოშვებაში თქვენ ნახავთ. იმდინარე ზამთრის სეზონზე ბორჯომში გაზით ინტოქსიკაციის 15 შემთხვევა დაფიქსირდა. გარემოს დაბინძურებაზე ახალი სანქციები 6 დღეა ამოქმედდა, დაფიქსირდა თუ არა დაჯარიმების ფაქტები ბორჯომში. შპს სოკარ ჯორჯია ქართლი გაზის ბორჯომის ბიზნეს ცენტრს ახალი მენეჯერი ჰყავს. ბორჯომში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. სამედიცინო ცენტრში წუხელ 2 ადამიანი მოათავსეს, ოჯახის ორივე წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე სტაბილურია. მიმდინარე სეზონზე ბუნებრივი აირით ბორჯომში 15 ადამიანი მოიწამლა. როგორ უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ზომები და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება გამათბობლების დამონტაჟებისას? ნახეთ ნინო ვართაპეტიანის სიუჟეტში. ბუნებრივი აირის გამათბობლით მოწამლული 2 ადამიანის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. ოჯახის ორივე წევრი სამედიცინო ცენტრიდან დღეს გაწერეს. ინტოქსიკაციის შემთხვევა წუხელ მოხდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილი იქნა ერთი ოჯახის წევრი, 2 პაციენტი, დედა და შვილი. ერთი იმყოფებოდა აბაზანაში, მეორე იჯდა გაზის გამათბობელთან სამზარეულოში. ორივე შემოვიდა ერთი და იგივე სიმპტომებით. რადგენილი იქნა ნახშირჟანგით ინტოქსიკაცია, სავარაუდოდ არ მუშაობდა გამართულად ეს გამათბობელი. დავეხმარეთ, დაახლოებით დაკვირვების ქვეშ იყვნენ 4-5 საათი ემერჯენსის განყოფილებაში და ორივე გაეწერა დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით. შპს სოკარ ჯორჯია ქართლი გაზში აცხადებენ, რომ შიდა საბინაო სამსახური ყოველდღიურად ახდენს უბნებში გამათბობლების შემოწმებას. მთავარი ინჟინერი ნუგზარ ბაკურაძე ადგილობრივებს ურჩევს უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით კომპანიას მიმართონ. 2 წელიწადში ერთხელ ხდება თითოეულ აბონენტის საცხოვრებელ სახლში შესვლა, ინვენტარიზაციის ჩატარება. ამ ზამთრის სეზონისთვის ძალიან ბევრ მოსახლეობამ თვითნებურად შეიძინა მაღაზიაში შემოტანილი დიდი რაოდენობით გამათბობელი ხელსაწყოები და გაზის წყალგამაცხელებელი ხელსაწყოები. ყოველივე ეს დამონტაჟებინეს თვითნებურად უცხო სპეციალისტებს. ძალიან ვთქვით მოსახლეობას ყოველთვის 114 საშუალებით გადმოგცენ ინფორმაცია, რომ ჩვენ მოვახდინოთ ადგილზე შემოწმება. რომ თავიდან ავიცინოთ ყოველგვარი უბედური შემთხვევა. ან დამონტაჟების მხრივაც თქვენ დაეხმარებით? დამონტაჟების მხრივ დავეხმარებით ერთი და თუ თვითონ დაამონტაჟეს, რომ შევამოწმოთ და ვნახოთ, რამდენად სწორია დამონტაჟებული ესა თუ ის ხელსაწყო. როგორც მთავარი ინჟინერი აცხადებს, მათი სამსახურის წარმომადგენლები გამათბობლების ადგილზე შემოწმების დროს აბონენტებს რჩევებსაც აძლევენ. გარკვეული რეკომენდაციები ადგილობრივებს ნუგზარ ბაკურაძემაც მისცა. ადგილზე ჩვენი თანამშრომლები ჩაუტარებენ ინსტრუქციას, ასწავლიან თუ წევა როგორ უნდა ნახონ წყალგამაცხელებელში, აქვს წევა თუ არ აქვს. ყოველად დაუშვებელია სავენტილაციო არხებში საკვამლე მილის გატარება. ეს მეზობელს უქმნის საფრთხეს ზედა სართულებზე. შეიძლება დამონტაჟებული სწორი იყოს, მაგრამ საკვამლეს გაწმენდა და უნდა მაგალითად აგურის ნაშენები სავენტილაციო არხი თუა საკვამლი არხი 3 თვეში ერთხელ, ასბესტის საკვამლი არხს 6 თვეში ერთხელ. ყოველ სავენტილაციო არხს უნდა გაწმენდა. თუ პირდაპირ არის გაშვებული სავენტილაციო არხი და იგი გარკვეული პერიოდით არ ფუნქციონირებს, ჩიტებს შეაქვთ მანდ თივის ნარჩენები და ბუდეს იწყობენ. ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა ასეთი. ბორჯომში ზამთრის სეზონზე ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის 15 შემთხვევა უკვე დაფიქსირდა. გარემოს დაბინძურებაზე დაწესებული მკაცრი ჯარიმებით 15 იანვრიდან ამოქმედდა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ სანქციებთან დაკავშირებით სრულყოფილ ინფორმაციას არ ფლობენ და ცვლილებებსაც ამ ეტაპზე ვერ ამჩნევენ. რა როლს აკისრებს კანონი ადგილობრივ თვითმმართველობას და ვინ არის პასუხისმგებელი კანონით დაწესებული შეზღუდვების განხორციელებაზე? ნახეთ ნინო ჯიქურაშვილის სიუჟეტში. უკვე მე-6 დღეა, რაც საქართველოში გარემოს დაბინძურებისათვის ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული მკაცრი ჯარიმები ამოქმედდა. ჯარიმების მინიმალური ოდენობა 50 ლარით, მაქსიმალური ოდენობა კი 5000 ლარით განისაზღვრა. მიუხედავად მკაცრი სანქციებისა, ბორჯომში საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ქალაქის დაბინძურების ფაქტები არ შემცირებულა. მსგავს სურათს ბორჯომში ხშირად შეხვდებით. პოლიეთილენის პარკები, სიგარეტის ნამწვი, სხვადასხვა სახეობის საკვების შეფუთვა. ეს ის რეალობაა, რომლის შესაცვლელადაც გამკაცრებული ჯარიმები დაწესდა. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით ჯარიმა პრობლემის გადაჭრას ხელს შეუწყობს, თუმცა ამ კუთხით მნიშვნელოვან ცვლილებებს ჯერჯერობით ვერ ამჩნევენ. ყველამ უნდა იზრუნოს, რომ გარემო არ დააბინძურონ.
უკეთესობისკენ დღეს თუ არა იმედია რომ ხვალზე შეიძლება და ხალხის შეგნება მივა იმ დონემდე რომ არ დააბინძურონ თავისი ქალაქი, თავისი კუთხე, თავისი ეზო. აგერ ბანკისნის პატარა ურნებია და რამდენჯერ მინახია რომ აი წუხელად საღამო დროს ყუთებით გამოდიან გამყიდველები და თავის ყუთებს დაცლიან და დებენ აქ და რა თქმა უნდა აიღონ და ურნები არის ყველგან ქალაქს აქ ეგ ბედნიერება ხო და უნდა ურნაში ჩაყარონ და ამ დროს საღამოებით უნდა გამოვიდოს ვინც ევალება არ ვიცის ნამდვილად წუხელ ეგ რომ ცოდნო და ვის ევალება მე დაურეკავდი მე თვითონ მოვასუფთავე მე თვითონ გადავყარე ურნაში მივესალმე მაგრამ ესეთი მაღალი ჯარიმებიც ძალიან ძნელი იქნება გადასახდელად იმიტომ რომ სამსახურები არ არის და ხალხს ძალიან უჭირს ახლა ამ მდგომარეობის და ნახოთ მე გამოსწორდება ალბათ ყველაფერი საკურორტო ზონაა და სერცხველი ამდენი დაგავის დაღრა კანონით დაწესებულ შეზღუდვებზე კონტროლს ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება, გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი. ჩვენი ინფორმაციით ამ დრომდე ბორჯომში მოსახლეობის დაჯარიმების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ჩვენ შეგვიძლია მიუთითოთ და რაღაცა ინფორმირებული გავხადოთ უფრო მეტად. მოსახლეობა რაც შეეხება ჯარიმის თქვა გამოწერა ზედამხედველობას ამის ესე თქვა ცხოვრებაში განხორციელებას ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები იგეგმება კიდევ სანაგვე ურნების ბუნკერების ეგრეთ წოდებული დამატება ქალაქში შევიძენ ჩვენ ამ წელიწადში და ასევე შეძენილი იქნება ნაგვის ურნები, პატარა ურნები, რომელიც მთელ ქალაქის მასშტაბით დაიდგმება და ჩვენ ამით ხელს შეუწყოთ მოსახლეობას, რომ ნაგავი ქუჩაში და მდინარეში არ გადაყარონ და იმ ბუნკერში მოათავსონ, რომელიც იქნება ამ მიზნით ქალაქში დადგმული. რამდენად ეფექტური იქნება გამკაცრებული კანონი, ამას მოქალაქეები უახლოეს მომავალში შეიტყობენ. თუმცა ერთი რამ უდავოა, ქალაქში სისუფთავის შენარჩუნებას საკანონმდებლო ნორმების გარდა თითოეული მოქალაქის თვითშეგნება და მონდომება სჭირდება. ახლა კი დღის ქრონიკაში რეკლამის დროა, ეთერში რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. ელიტ ელექტრონიქსის ხაშურის ფილიალი გილოცავთ შობა ახალ წელს და გიწვევთ თქვენი სურვილების ასასრულებლად. უამრავი ტექნიკა ერთ სივრცეში წარმოუდგენლად დაბალ ფასად. განმადების შემთხვევაში თანხას იხდით 2 თვის შემდეგ. ხოლო ჩვენთან მოხვდით 300-მდე იღბლიან მომხმარებელს შორის და მიიღეთ საჩუქრად სმარტფონი. მოქმედებს სახლში მიტანის უფასო სერვისი. გააკეთეთ წლის მთავარი არჩევანი ელიტ ელექტრონიქსში. კომპანია ჯიოფიდი აწარმოებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საკვებს. ჩვენ სარგებლობთ სახელმწიფო კრედიტით, აწარმოებს საქართველოში, რამაც მოგვცა გადაიარაღების საშუალება. ძირითადად ვამუშავებთ საუკეთესო ხარისხის ქართულ ნედლეულს. საწარმო მუშაობს უახლესი ტექნოლოგიებით. ერთი წელიწადია რაც მუშაობთ, დაჩემ შვილებთან ხელწარიერი აღარ მივდივარ. რომ არა დღევანდელი მთავრობის თანადგომა, ჩვენ რა თქმა უნდა ამ საქმეს ვერ გავწყვეტებოდით. საახალწლო აქცია ბეკოში დაიწყო. ვიდრე ახალი წელი დადგება და სანტა თქვენს წერილებს წაიკითხავს, ბეკო დაასწრებს და საჩუქრებს გაჩუქრებს. გრანდიოზულ ფასდაკლებასთან ერთად ყოველ შენაძენ მიღწე მიიღეთ საჩუქარი. საახალწლო საჩუქარს ბეკო ყველას გჩუქრით. უპრეცედენტო აქცია მხოლოდ ბეკოში და მხოლოდ თქვენთვის. ამ ყველაფერს კი რა თქმა უნდა, სახლში მოგართმევთ. ბეკო, გილოცავთ შობა ახალ წელს. საჩუქრების მაღაზია გილოცავთ შობა ახალ წელს და გთავაზობთ საუკეთესო ფასად აქსესუარებს ოჯახის წევრებისათვის, მეგობრებისთვის. შევქმნით სადღესასწაულო განწყობა თქვენს გარშემომყოფებს. მხოლოდ ჩვენთან კედლის დეკორატიული სურათების ფართო არჩევანი. ჭაღები 13 ლარიდან.
გააკეთეთ 30 ლარი შენაძენი და მიიღეთ დამატებითი საჩუქრები. მოქმედებს 0%-იანი განმარტება. ჩვენთან თქვენი პოვით იმას, რაც გჭირდებათ. Istanbul ბაზარი გილოცავთ შობა ახალ წელს და გთავაზობთ ტექსტილზე 20%-იან და ავეჯზე 25%-იან საახალწლო ფასდაკლებას. მობრძანდით ჩვენთან ხაშურში, იმერეთის ქუჩაზე, სადაც თქვენ დაგხვდება გარემო, დიდი არჩევანი და რაც მთავარია, სწრაფი და იაფი მომსახურება. თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ Istanbul ბაზრის ყველაზე დიდ საბითუმო მაღაზიას უკვე ქუთაისშიც. Istanbul ბაზარი გელით ყველგან. შეხვდით ახალ წელს, ახალი შენაძენით. თოვლის ბაბუ ტელეფონს მომიტან. თოვლის ბაბუ მე არაფერი მინდა, მარტო დედიკოს სარაცხი მანქანა მოუტანე რა. თოვლის ბაბუ ჩემ ძმას ახალი კომპიუტერი უნდა. ამ სურვილების ასრულებაში თოვლის ბაბუას ელიტ ელექტრონიქსი დაეხმარება. ჩვენთან ჯადოსნური ფასებია. მხოლოდ ბორჯომის ელიტ ელექტრონიქსში მსხვილი ტექნიკის შეძენის შემთხვევაში საჩუქარს თავად ირჩევთ. აღმოაჩინეთ საკუთარი თავი 300 იღბლიან მომხმარებელს შორის და მიიღეთ საჩუქარი. ეს რეალურია. მხოლოდ ელიტ ელექტრონიქსში ნივთის შეძენის შემთხვევაში თანხას 2 თვის შემდეგ იხდით. მომსახურების მაღალი დონე და ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მომხმარებელთან. ელიტ ელექტრონიქსი თქვენთვის და თქვენთან ერთად. შეპესე სოკარ ჯორჯია ქართლი გაზის ბორჯომის ბიზნეს ცენტრის მენეჯერად ალექსი გელაშვილი დაინიშნა. იგი აღნიშნულ სამსახურში მუშაობდა პარალელურად კი ბორჯომის საკრებულოს დეპუტატია წაღვერის თემიდან. ყოფილი ხელმძღვანელი სერგო ლაცაბიძე მუშაობას ქართლის რეგიონულ ოფისში აგრძელებს. ყოფილი მენეჯერი სერგო ლაცაბიძე გადაყვანილია ქართლის რეგიონულ ოფისში მთავარ ინჟინრად, რომელიც მოიცავს 13 რაიონს. ბორჯომში მენეჯერად დანიშნულია ალეკო გელაშვილი, ჩვენი თანამშრომელი მოუშავდა მოადგილეთ. დავინიშნე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად. 3 თვის მერე ოფიციალურად დირექტორი დავინიშნე. ჩადებული გვაქვს დარჩენილი ჩვენი რაიონის დარჩენილი სოფლების გაზიფიცირება. ამისთვის მზადდება პროექტები დღესდღეობით და იმედი გვაქვს, რომ სადაც ზაფხულიდან ეს სამუშაოები დაიწყება. არანაირი ჯერჯერობით საკადრო ცვლილებები არ იგეგმება. ჩვენ სამსახურში მუშაობს პროფესიონალი კადრებითა დაკომპლექტებული, რომლებიც თავის მოვალეობას პირნაკლად ასრულებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონპროექტის თანახმად სისხლის სამართლის კოდექსს 239 პრიმა მუხლი დაემატება. მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით შესაძლოა 2-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისაჯოს. უწყების საკანონმდებლო ინიციატივა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად და მედიის კონტროლის მცდელობად უკვე შეაფასა არასამთავრობო სექტორის ნაწილმა. სერიოზულად დააზიანებს გამოხატვის თავისუფლებას ქვეყანაში. მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით შესაძლოა 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯადი გახდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონპროექტის მიხედვით სისხლის სამართლის კოდექსს 239 პრიმა მუხლი დაემატება. საჯარო მოწოდება ძალადობრივი ქმედებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კულტურული, ეთნიკური, სოციალური, ენობრივი და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფების შორის მტრობისა და განხეთქილების ჩამოგდების მიზნით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. სტაბილურობისთვის, მშვიდობიანი თანასწორობისთვის, მათ შორის რელიგიურ ნიადაგზე აუცილებელი ასეთი სისხლის სამართლებრივი და დასჯადი ქმედების არსებობა, როდესაც ვიღაცას გაუჩნდება რელიგიურ ნიადაგზე მათ შორის შუღლის გაღვივება საზოგადოებაში. კანონპროექტის ავტორების მოსაზრებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია არასამთავრობო სექტორში. იურისტი თამთა მიქელაძე წლებია რელიგიურ თემატიკაზე მუშაობს. ის ამ ნიადაგზე მომხდა დაპირისპირებებს იხსენებს და ამბობს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები რელიგიური შუღლის გაღვივების პრევენცია ვერ იქნება. იმ შემთხვევაშიც კი, რაც რეალური ძალადობა და დანაშაულის კონკრეტული ნიშნები და ეს ძალიან აშკარაა, სახელმწიფო სამართლებრივი რეაგირების მექანიზმებს არ იყენებს.
მეტიც და მეტიც პირიქით ჩვენ ვხედავთ, რომ სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც არის მათ შორის ავტორი ამ კანონპროექტის, ხშირად რეპრესიულია და დისკრიმინაციული უმცირესობების მიმართ. სახელმწიფო სურდა სიძულვის ენა დაერეგულირებინა და მარგინალური დისკრიმინირებული ჯგუფები დაეცვა სიძულვილისგან და აგრესიული გამოხატვისგან, ძალადობრივი გამოხატვისგან, მაშინ მას სხვანაირი ტექსტი უნდა შეემუშავებინა. არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი სისხლის სამართლის კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეებსაც ხედავს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ კანონპროექტის შინაარსი ბუნდოვანი და კრიტიკული აზრის წინააღმდეგ მიმართულია. ამ სახით ამ პროექტის მიღება არის საფრთხისშემცველი გამოხატვის თავისუფლებისთვის, რამე თუ ეს შეზღუდვები, რომელიც კანონპროექტით შემოდის და რომელიც არის სისხლის სამართლებრივი ხასიათის, არის ზედმეტად შემზღუდველი გამოხატვის თავისუფლებისთვის. საუბარია იმაზე, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად იქნება მიჩნეული მოწოდება შუხლის გაღუვების მიზნით, იმის მიუხედავად იწვევს თუ არა ის კანონსაწინააღმდეგო ქმედებების რეალურ ცხოვრებაში დადგომის აშკარა პირდაპირ არსებით საფრთხეს. უკარას პერსონალური მონაცემების და ამე სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეებს ხედავენ კანონპროექტში მედიის წარმომადგენლებიც. მათი ნაწილი სახელმწიფოს მხრიდან მედიის მიზანმიმართული კონტროლის მცდელობაზეც საუბრობს. ვარაუდის საფუძვლად რჩება ის, რომ ამგვარი ტიპის ამოცანა დადგა სწორედ იმიტომ, რომ ვიღაცებს აქვს სურვილი მედიის შეზღუდვის და ისეთი სახის ზოგადი ჩანაწერი, როგორც ჩანაწერიც ჩვენ ახლა ვკითხულობთ ამ კანონპროექტს, ნამდვილად იძლევა ამის საშუალებას, იმიტომ რომ კარგით ბატონო, თქვა ჩავთვალოთ, რომ ეს ხელისუფლება კეთილი და კარგია, მაგრამ არავინ იცის რა ტიპის ხელისუფლებები გვექნება ქვეყანაში. ჩვენ არა გვაქვს ისეთი მდგრადი დემოკრატია, რომ მედია იყოს დაცული მსგავსი ჩარევებისგან. შეზღუდავენ გამოხატვის თავისუფლებას. ეს ამის თეორიული შანსიც კი არ შეიძლება რომ არსებობდეს და ეს მუხლი ამის თეორიულ შესაძლებლობას იძლევა. ვფიქრობ, რომ ეს არის სირცხვილი. შუხლის გაღუვების მოწოდებების გარდა კანონპროექტი ისეთ პუნქტებსაც ითვალისწინებს, როგორებიცაა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ უკანონო ფორმირებებში საქართველოს მოქალაქეების გაწევრიანება და მონაწილეობა, ასევე უცხო სახელმწიფოში გამგზავრება ტერორისტული საქმიანობის განხორციელების, მომზადების და სხვა მიზნით. როგორც ცნობილია, კანონპროექტი ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად შემუშავდა. თუმცა, როდის გადაეგზავნება პარლამენტის დოკუმენტი განსახილვად ჯერჯერობით გაურკვეველია. ახლა კი დღის ქრონიკაში ამინდის პროგნოზის დრო, ვნახოთ როგორი ამინდი იქნება ხვალ და მომდევნო დღეების განმავლობაში. ხვალ 22 იანვარს ბორჯომში ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. მინიმალური ტემპერატურა 2 გრადუსი იქნება, ხოლო მაქსიმალური ტემპერატურა 9 გრადუსი. დილიდან ღრუბელია მოსალოდნელი. დილის 10 საათზე ტემპერატურა 5 გრადუსი დაფიქსირდება. 9 გრადუსამდე დათბება 13 საათისთვის, ხოლო 16 საათზე 8 გრადუსი იქნება. 19 საათისთვის 3, ხოლო 22 საათისთვის 2 გრადუსი დაფიქსირდება. მომდევნო 5 დღის ამინდის პროგნოზი კი ასეთია. უმეტესად მზიანი იქნება დღე 23 იანვარს და 8 გრადუსი სითბო დაფიქსირდება. ასევე ნაწილობრივ მზიანი იქნება 24 იანვარი 6 გრადუსი ტემპერატურით. 10 გრადუსამდე დათბება და მზე იქნება 25 იანვარს. ნალექია წვიმის სახით მოსალოდნელი 26 იანვარს და 7 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე 7 გრადუსი და ნალექიანი დღე იქნება 27 იანვარს. ასეთი იყო 21 იანვრის ახალი ამბები, მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის.